რატომ გამოიყურება თქვენი დივანი მოწყენილი და დაკარგული ოთახში? ეხლა რამდენიმე მარტივ ხრიკს გასწავლით, რომლის საშუალებითაც თქვენი დივნის და მისაღების სივრცე უფრო ინტერესო, მყუდრო და განსხვავებული დარჩება. თუ კი სივრცე გვაძლევს ამის საშუალებას, ყოველთვის ეცადეთ, რომ დივანი კედლიდან წინ წამოწიოთ. სწორი პროპორცია არის ორ კედელს შორის დივნის მოთავსება, დაახლოებით 1:2-თან პროპორციით. მეორე ეს არის ხალიჩის ეფექტი, არასდროს არ გამოიყენოთ პატარა ზომის ხალიჩა. სწორი პოზიცია ხალიჩის არის, როდესაც დივანი დგას ხალიჩაზე. მესამე, თუ კი გინდათ, რომ თქვენი დივანი უფრო თბილი, მყუდრო და საინტერესო გახდეს, დაამატეთ ბალიშები და პლედები. ასე შემოიტანთ უფრო მეტ სითბოს და სიმყუდროვეს. დივნის შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მასშტაბები. არ არის აუცილებელი შეიძინოთ კუთხის დივანი თუ პატარა სივრცე გაქვთ. ასევე თუ ოთახში არ გაქვთ აქცენტური კედელი ან აქცენტური ნივთი, რომელიც თქვენს ყურადღებას მარტივად მიიქცევს, დივნის შეძენისას შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული ფერის ან ტექსტურის მქონე დივანი, რომელიც ჩაანაცვლებს აქცენტურ კედელს ან აქცენტურ ავეჯს ოთახში. ამ პატარა დეტალებით თქვენს სივრცეს უფრო საინტერესოს, მყუდროს და სახერხებელს გახდით. აუცილებლად შეინახეთ ეს ვიდეო თუ ახლო მომავალში დივნის შეძენას აპირებ. რაც მთავარი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, დროებით.